მოგთხოვთ, გადმოინაცვლეთ მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დილა, მშვიდობისა, მადლობა პირველ რიგში, რომ გვატკბობთ და ატკბოთ ჩვენს ტელემაყურებელს, ესე თქვენი შეთამაშებული ხმებით. მოდი დავიწყოთ, როდიდან დაიწყო ამ ხმების შეთამაშება და შეჟღერება ერთმანეთში და შემდეგ აი ესეთი სილამაზის შექმნა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ტელემაყურებლებს, მადლობა მოწვევისთვის. შეთამაშება ხმების დაიწყო წლებია, 10 წელია, რაღაცა ამ წლებს ვითვლით ერთად, თუმცა ესე სისტემატური ხასიათი უფრო განსხვავებული სერიოზულობით და დიდი შემართებით მეორე წელია, რაც ასე ვთქვათ, ერთიანი განახლებული ძალებით შევძელით და დავიწყეთ 10 წელია ეს 4 ადამიანი მოდიხართ უფრო მეტია ერთად მოვდივართ და 4-4-ად თუ რაღაცა დიდი ნაწილი იყავით. ქართული ხმების სტუდია არსებობდა მესამე თაობის, მე და ვექა იქიდან რაღაც 7 წლის ასაკიდან ერთად მოვდივართ. მე ზურიკო ბაკურაძესთან ერთად შევძელით და გავაკეთეთ ანსამბლი უნისონი, ანსამბლი უნისონის მერე კვარტეტი შედგა და რაღაც ეტაპები ესე გაიარა და შევჭით ჩვენ 4 მოკლედ. ეს 4-ის ფორმა საკმაოდ საინტერესოა, ხო, სცენისთვის, ხო? სიმღერებით ბევრი ძველი კარგი სიმღერები არის ესეთი 4-ეული. მაშინ როცა განსაკუთრებული რეპერტუარში არ უნდა გქონდეთ საწუწუნოდ საქმე წესი. კი, მართალია, არ შემიძლია არ დაგეცახოთ, ძალიან ადამიანს რომელსაც უყვარს მრავალხმოვანება, ხმებში მღერა, გამორიცხულია ეხლა ქართული კულტურის, მუსიკალური კულტურის ხელში რაღაცა იწუწუნო, რომ დეფიციტი იყოს ამაზე, ხო? ამიტომ რაღაცნაირად ვეძებთ ჩვენც, რომ ის გენიალური სიმღერები, რომლებიც თუნდაც რაღაცნაირად სოლო მომღერლის ხელში იყო, განსხვავებულად, თანამედროვე ჟღერადობით და ჩვენებური, აი რაღაცნაირად 4 ხმაში წამოსული, დაუბრუნოთ მაყურებელს, იმიტომ რომ ის სიმღერები, რომლებიც შეიქმნა და ვიცით, რომ გენიალურია, გვინდა რომ რაღაცნაირად უფრო ბევრ ხმაში წავიდეს, ჩვენებური ჟღერადობითაც მოისმინოს ხალხმა და იმედია რომ მოიწონებათ და ამას შესაბამისი გამოხმაურებაც 10 წელზე მეტი კომუნიკაცია ერთმანეთთან 4 განსხვავებული ადამიანის განსხვავებული ხასიათებით, განსხვავებული გემოვნება შეიძლება მათ შორის ძალიან რთულია ესე შეინარჩუნო ბოლომდე მოიყვანო და შემდეგ განავითარო და მიხვიდე იმ საფეხურამდე რომელზეც ახლა იმყოფებით. როგორ ახერხებთ ამას თუ გაქვთ ხოლმე რაღაცა კონფლიქტები, ჭიდაობები? მარტივია თქო, გითხრათ მოვიტყუები ნამდვილად, იმიტომ რომ შემოქმედებითი პროცესია აქედან რომ დავიწყოთ ეს შემოქმედებითი პროცესი ეს სვას მოითხოვს. კი, მოითხოვს და ეს რაღაცა აღმატებულ განწყობაზე ყოფნას, ექსპრესიას, გამოხატვას შესაბამისად, როგორც თქვით, 4-ვე საერთოდ სხვადასხვანაირი მიმართულების თუ გემოვნებითაც ეხა ყველაფერში ვერ დავემთხოვით, მაგრამ ეს ყველაფერი რაღაც თანხვედრაში საერთო ზონა ნაპოვნი გვაქვს, სადაც ყველა კომფორტულად ვართ და შესაბამისად ვცდილობთ, რომ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი ყოველთვის ჩვენთან ყავდეს გვერდით. ეს მცდელობა ძალიან წარმატებით გამოგდით, მით უმეტეს რომ აგერ გვატკბობთ მთელი დილა. ძალიან დიდ მადლობას გეტყვით კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის, წარმატებას გისურვებთ. ახალი წლები ალბათ დატვირთული გექნებათ. მადლობა ღმერთს და გემრიელად და ტკბილად ჩატარებას გისურვებთ. თავისთავად ცხადია.